დიდი მადლობა, ვინც უკვე შემოგვიერთდა. აქ ხედავ, რომ ზოგიერთმა გააზიარა. რეკლამა, რომელიც ჰქონდა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ბევრმა ნახა. შობა ახალწელს გილოცავთ, მეგობრებო. სიკეთე თქვენთან, თქვენს ოჯახებში, სიკეთით გამარჯვებულ და ბედნიერებით სავსე საქართველოში გვეცხოვროს. ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და რეალურია, თუ მომდომება იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი ასეთი უნდა იყოს. ვიფიქრე, რომ არ გადამედო ეს გადაცემა ერთი რამის გამო, რომ ჯერ ერთი ხვალ შობა და მოლოსვას დღეს ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქვს საშუალება რომ მოგილოცოთ. ამავე დროს ძალიან მინდა რომ ხვალ სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქთან ბევრი რამ ასეც იქნება ალბათ, მაგრამ სურვილი მაქვს რომ ქართულ მიწასთან დაკავშირებით განსაკუთრებულად იყოს, გამოკვეთილად იყოს ის, რაც ადრე თქვა მან, რომ არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს არ აქვს უფლება გაყიდოს მიწა. აი ეს იქნება გამოკვეთილად ნათქვამი. მინდა ვიფიქრო და მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ ეს ასე იქნება. პატრიარქს მის დაბადების დღესაც ულოცავ. ერთ პიროვნებას რომელმაც მომწერა, რომ მე თქვენ ადრე სულ ხედავდით, ეხლა ამ ბოლო დროს არ ხართ პატრიარქის დაბადების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. მე პატრიარქი ჩემთვის არის განსაკუთრებული პიროვნება, რა უნდა ყოფილიყო იმაზე დიდი, რომ მსოფლიო პატრიარქთან, სწორედ მის სახელით ვიყავი მსოფლიო პატრიარქი საქართველოში და ქუთაისში, როდესაც აღინიშნებოდა ბაგრატის ტაძრის 1000 წლის თავი, მე მოვიწვიე, წერილი მე გადავეცი და პატრიარქმა საოცარი რამ გააკეთა მაშინ, როცა მსოფლიო პატრიარქმა მითხრა, მხოლოდ მაშინ ჩამოვალ ქუთაისში, თუ ჯერ პატრიარქი გვეწვევა და საპატრიარქოს ხელობაშია ესტამბულში, სადაც არის მსოფლიო პატრიარქის რეზიდენცია. აი იქ და საქართველოს პატრიარქმა თქვა, რომ მე ქუთაისისთვის, იმერეთისთვის და ბაგრატის ტაძრისთვის მზად ვარ და ჩავიდა. და სწორედ ამის გამო, ამის შედეგი იყო, რომ მსოფლიო პატრიარქი ჩამოვიდა. მადლობა იმისთვის, რომ წიგნი, რომელიც გამოვიდა მსოფლიო პატრიარქი საქართველოში, ეს მისი ბოლო ჩამოსვლა იყო. იმ წიგნი ასე იწყება, რომ მსოფლიო პატრიარქი საქართველოში ჩამოვიდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის და იმერეთის გუბერნატორის თემურ შაშიაშვილის მოწვევით. ეს ჩემთვის ბედნიერება, ამას დიდი რა უნდა იყოს. ეს ჩემი ბიოგრაფიის დიდი ნაწილია. ჩემი ბიოგრაფიის დიდი ნაწილია, რომ როდესაც გელათის აკადემია აღდგა 1990 წელს, აი მაშინ განჩინებაში პატრიარქმა გვარი ჩაწერა და შემდგომ აღმოჩნდა, რომ ეს პირველი გვარი იყო, რომელიც პატრიარქის განჩინებაში ჩაიწერა საერთოდ. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება. ვარ ბედნიერი, რომ ყოველთვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გრძნობდი. მე ის როგორც იტყვიან, მის სულიერ შვილად მთვლი და მთვლის დღესაც, ეხლა იქ არიან ადამიანები, რომლებიც სხვებს უფრო იწვევენ ამ ღონისძიებებზე. თუ მე თქვათ მივედი
საშობაო ან სააღდგომო თქვა და რიტუალი, როცა აღავლენს ლოცვა-წირვებს აღავლენს პატრიარქი, თვითონვე მიწვევს თავისთან და ძალიან დიდხანს შემდგომ საუბრობთ, მაგრამ ეხლა რეალურად განწყობა არ მაქვს და ამ პიროვნებას პასუხობთ, რომ დიახ 1994 და 95 წლებში, როდესაც პატრიარქთან არავინ დადიოდა პრაქტიკულად სულ 10-15 ქალბატონი და ესეთი პიროვნება ხვდებოდა იქ, მაშინ ჩვენ ქუთაისიდან 2 ავტობუსით ჩამოდიოდით, რომ პატრიარქს შევხედროდით, მიგველოცა და მისთვის გარკვეულწილად ანგარიში ჩაგვებარებია. კიდევ კარგი რომ იმერეთის კიდევ კარგი რომ გაზეთ ახალი ქუთაისი, ქუთაისში ეს მასალები არის, ამ დღეებში დავათვალიერე და ვიყავი ბედნიერი, აი როგორ ბატონი ალექსანდრე შენგელია წერილებია გამოქვეყნებული ამ შეხვედრების თაობაზე, როდესაც პრაქტიკულად გზა არ იყო, ყინვა, თოვლი, მძიმე გზა იყო და ჩვენ მაინც ჩამოდიოდით და პატრიარქს ულოცავდით ამას. ეხლა იმის შემდგომ, მაშინ სულ როგორც გითხარით, რამდენიმე პიროვნება. იმის შემდგომ აი რამდენიმეჯერ რო ვიყავი, ვნახე რომ ვინც ადამიანები გაყლიფა, ვინც ადამიანებს ატყავებს, აი ეს ადამიანები ვნახე, ესე იგი დილით იმაშიც ვერ ვხედავდი ტაძარში, მაგრამ წვეულებაზე ვხედავდი რომ იყვნენ ესენი და ძალიან დამწყდა გული. აქ პატრიარქი არაფერ შუაშია და ეკლესია არაფერ შუაშია. უბრალოდ ვინც ამას აკეთებს ამ მოწვევას, ან კიდევ ვიმეორებ, რომ თვითონ მათ უნდა გქონდეთ, რომ პატრიარქს ცოტა მეტი გაფრთხილება ჭირდება, რომ ასე ძალიან ბევრი ვნახე მე დღეს, რომელიც ასეთ ღონისძიებებზე აღარ მიდიან, იმიტომ რომ ეს უკვე გახდა სარიტუალო. ეს არ არის რწმენასთან დაკავშირებული. და ყველაზე გამოკვეთილად პასუხს გაძლევთ, ვინც ეს მომწერეთ, მე არაფერი პატრიარქისადმი დამოკიდებულება ჩემი გამორჩეული იყო და რჩება, დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის და მინდა ვთქვა, რომ ყველაზე საშიშია ხელისუფლებაში ეს პიროვნება, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ იწყებს ეკლესიასთან კავშირს და თქვა თუნდაც საშობაო თუ სააღდგომო თუ სხვა ღონისძიებებს და პრაქტიკულად ამ დღეებში ქონდა საშუალება და გადავხედე პატრიარქის ეპისტოლეებს, გადაგებებს და ხედავ ერთ რამეს, რომ ანალიზი უნდა გავაკეთოთ. უნიკალური რამეები აქვს პატრიარქს ჩამოყალიბებული ეპისტოლეებში, გადაგებებში. და ვერ ვნახე ერთი, რომელიც რომელიმე ხელისუფლებამ განახორციელა. ვერც ერთი, რომელიმე ხელისუფლებამ რომ განახორციელა, ვერც ერთი ვერ ვნახე. დავდივართ, ვემთხვევით ხელზე, ვართ სანთლით, გვინდა იქ სადაც პატრიარქია, ან უმაღლესი საეკლესიო პირები არიან, მაგრამ ქადაგებებში რა წერია, პრაქტიკულად ის არავის არ აინტერესებს. მე ჩემთვის ქადაგებაა მთავარი და ეპისტოლეა მთავარი. და ვიცავ, ძალიან ხმამაღლა და გამოკვეთილად მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემთვის განსაკუთრებულია და აი აგერ დღეს გამოვაქვეყნე კიდევაც წინა ეპისტოლეებიდან ერთი მნიშვნელოვანი რამ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბევრისთვის სასიამოვნო არის, ვინც უკვე ნახა და ნახა კი ბევრმა, აი სადაც ასეთი რამ არის, რომ მართლაც კარგად უნდა გავიაზროთ ყველა, ვინც არის ხელისუფლებაში, ვინც ვართ და ვაპირებთ ვიყოთ პოლიტიკაში. ამონარიდი პატრიარქის ერთ-ერთი საშობაო ეპისტოლედან. წმინდა მამები წერენ, ამბობს პატრიარქი, ძირითადად 4 რამ იცავს სულს: ქველმოქმედება, ურისხველობა, რისხლისგან თავისუფალი რომ ხარ, ჭირთა დათმენა და წყენის დავიწყება. ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული. ეს არის წმინდა მამებიდან მოდის ეს გამონათქვამები და შემდგომ პატრიარქი ამატებს, რომ ძირითადად ასევე 4 რამ ვნებს მას: მოყვასის სიძულვილი, შური, განკითხვა-მკვლელობა. ხელისუფლებაში როცა ხარ, 4-ვეს უნდა ასრულებდე, რაც ზემოთ იყო და 4-ვეზე უარი თქვა, რომელიც ქვემოთ არის.
ხალხისთვის მიმინდვია განსაჯელად თუ აიაგერ მაინც განსაკუთრებით რისგან უნდა იყოს თავისუფალი. თავისუფალი უნდა იყოს მოყვასი სიძულვილისგან, საერთოდ სიძულვილისგან უნდა იყოს თავისუფალი, შურისგან, განკითხვისგან და მკვლელობისგან. ეს ოქროს კანონია ჩვენი მართლმადიდებლობის, ჩვენი რელიგიურობის და იქ რაც პირველში არის მინიშნებული, რომ 4 რამ იცავს სულს, ქველმოქმედება, ურისხველობა, ჭირთა დათმენა, წყენის დავიწყება, რომ დავიწყოთ ბოლო წყენის დავიწყება საქართველოში ხელისუფლებაში პრაქტიკულად არავის არ აქვს ეს ძალა არავის არ აქვს, რომ დაივიწყოს წყენა პირიქით. ესე იგი აი ისეთ რამეებს იხსენებენ, როგორც ვატყობთ ახლა, რომ შეიძლება რაღაც ვინმე რაიმე თქვა, ძველი რაღაცა უხსენებენ იმასთან, შესაბამისად თანაც ეს პირველ პირებს ეხება. შემდგომი რაც ბოლოდან რო გამოვყვეთ, ეს არის ჭირთა დათმენა, რა ჭირთა დათმენა არის, როდესაც შენ არ მდიდრდები ყველაფერს, რომ სხვისი ჭირი, რომ შენთვისაც მძიმეა და ხედავ ამას, რომ გაჭირებულ მდგომარეობაში, როცა ხალხი გაჭირებულ მდგომარეობაშია, შენც უნდა დაითმინო, რომ დახინებულად არ უნდა ცხოვრობდე, თუ ხელისუფლებაში გინდა იყო, მაგრამ ასე არის თუ არა, თქვენთვის მომინდვია ეს და ესე იგი აქ არის კიდე რისკვა არ უნდა იყოს. ესე იგი აი მაშინ როდესაც ხელისუფლების პოლიტიკაში ვინც არიან არ აქვს მნიშვნელობა პოზიცია ოპოზიციაში, ყველა იწყებს სხვისი ლანძღვით, სხვისი გინებით და ესე იგი რისხვას დააყრიან ერთმანეთს, თავისთავად რო ეს არ არის და რაც შეეხება ქველმოქმედებას, ეს უნიშნულოვანესი რამ არის და ასევე წმინდა მამები განმარტავენ იმას, რომ ქველმოქმედება რა არის. ქველმოქმედება არის, როდესაც შენ სხვა მიზნისთვის არ აკეთებ ამას, როდესაც შენ არ გინდა რომ ხალხი ბრბოდაქციო, ხალხი მოისყიდო, ხალხი დაიმორჩილო, როდესაც ქველმოქმედებას აკეთებ, იმიტომ რომ თეატრი თუ თეატრალი თუ ხელოვანი მეცნიერი და ასე შემდგომ დაადუმო, გააჩუმო და იმის გამო რომ ფული მიეცი, ეს ქველმოქმედება არ არის, ეს არის პროგრესის გაჩერება ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ ყველაფრის გააზრება კარგად გჭირდება. ისე პატრიარქი ძალიან ყველაზე საიმედო მეგობარი უფალია, გვეუბნება პატრიარქი. ენდობი ყველაფერს უმხელ და ის არასდროს მიგატოვებს. აი ეს არის ოქროს სიტყვები, რომელიც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა რაც შეეხება ეხლა რომ გავაგრძელო კიდე დღეს თემა, რითაც მე როგორც გითხარით, რომ არ ვაპირებდი რომ ეს მაგრამ 31-ში რაც ნახე, საღამოს 10 საათზე რუსთაველის პროსპექტზე საქართველოს ნატამალი არის. ვიმეორებ 31 დეკემბერს საღამოს 10 საათიდან 12:30-მდე ვიყავი რუსთაველის პროსპექტზე და ძალიან დიდი ძალა უნდა რომ გაგეძლო აი ამას აი შინაგანად უნდა იყოს ძლიერი რომ გაუძლო ამას. საქართველოს რუსთაველი რუსთაველზე საქართველოს ნატამალი არის. აქა-იქ ვიყავით ქართველები, აქა-იქ და სცენაზე იყვნენ ქართველები. მე მეგონა რომ მარტო რუსთაველი იყო ამ მდგომარეობაში და მარტო თბილისი, აღმოჩნდა რომ არა. რომ თბილისში ასეთივე მდგომარეობა ყოფილა დავით აღმაშენებელზე. ასეთივე მდგომარეობა ყოფილა აი უბნებში, სადაც კი ოდნავ კონცერტი და რაღაც შეკრების ადგილები იყო. და თანაც რომ გადავამოწმე, სასტუმროებში არ იყვნენ, თავისუფალი იყო სასტუმროები უცხოელებისგან, შედარებით წინა წლებთან შედარებით, მაგრამ ამდენი, ანუ ეს ის ხალხია, რომელიც რეალურად აქ ცხოვრობს ჩვენთან საქართველოში და მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მოტივირებული გავხდი, რომ როცა გადაწყვეტილება მივიღე, რომ აი ახლა დღეს მართლაც ქვეყანა სჭირდება ადამიანთა ისეთი ერთობა, რომელსაც შეუძლიათ სიცოცხლის ფასად. ეს არავის მტრობას არ უსურვებდი, არავის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ ის რაც მე 31 დეკემბერს რუსთაველზე ვიხილე, მე ვერ გადმოგცემთ ამას თქვენ, არ შემიძლიეს, მე ამას ჩემი ლექსიკა არ ყოფნის, ამას ვერ შევძლებ, სიტყვით ვერ გადმოგცემთ ამას, მე იმ დღიდან პრაქტიკულად გულმკვდარი კაცი ვარ, რომ რა მოხდა ეს საქართველოში, რომ რეალურად, აი ვინც ეს ნახა,
და მე რამდენიმე პიროვნება ქართველები ერთმანეთს შევეხმიანეთ და ყველა თავში იშენდა ხელს, რომ ეს რა მდგომარეობაა. ხელისუფლება რა ვშვებით? რა არის? ეს არის წარმატებული საქართველო. ეს არის ბატონებო წარმატებული საქართველო. მე ხამის 2 საათზე გავედი ისევ, მინდოდა რომ რუსთაველის პროსპექტზე ვიფიქრე, ეხლა მაინც ქართველებს ესეთი წესი აქვს ჩერდებიან სახლში, მერე გამოდიოდნენ. პრაქტიკულად ქართველი აღარ იყო რუსთაველის პროსპექტზე, სულ უცხოელები იყო. კი, ვინმე იტყვის ეხლა რომ ახალ წელს უცხოელები ასებდა, არა, სახლშიც ბევრი შეხვდა როგორც ჩანს, იმიტომ რომ მე სადაც ცხოვრობ, აი გვერდით ჩინელები და არაბები ცხოვრობენ და დიდი ხმაური ისმოდა მაგით სახლიდან, ისე რომ ისინი ქუჩაში არ გასულან. მაგრამ ეს ალბათ ბევრი ასეთ მდგომარეობაში. უბრალოდ მინდა ნუ გავამართლებთ ბატონებო ნურაფერს, ნუ გავამართლებთ. თავს ნუ მოვიტყუებთ. საქართველო გადაჭედილია და ჩვენ რეალურად აი სადმე რომ შეეხო დღეს რომელიმე ღმერთმან უკნას, ან არაბს, ან ჩინელს, ან ინდუელს, რაიმე რომ ქართველმა უკნას, შეიძლება 1 საათში პრაქტიკულად გადაგუბუგონ 1 საათში შეიძლება ნებისმიერ ადგილზე იმდენი შეიკრიბოს, ისი აქვთ მათ მოწყობილი ყველაფერი. აქამდე მივიყვანეთ ჩვენ მდგომარეობა და კიდევ ვამართლებთ ძალიან ბევრი გამოჩნდა იმისი რომ თქვა ამართლებს და რაღაც ინვესტიციები და რაღაც იმას ამაშვება რომ მე უფრო მეტად რომ გავერკვი იმაში რომ რა მიწებია უცხოელების ხელში ეს დღეებია ჩვენ არ დაგვისვენია მეცნიერთა კონგრესის გარკვეული ჯგუფები ხვდებით და როდესაც უსმენთ ერთმანეთს დღეს ძალიან ხანძლივი საუბარი მქონდა ბატონ ვაჟა უთარაშვილთან ბატონ დავით გალეგაშვილი ნუ რაღაც ესე იგი დრებივით ვართ უკვე რეალურად რომ 5.5 მილიონი კვადრატული მეტრი 5.5 მილიონი კვადრატული მეტრი ეხლა გამოდის ამ დღეებში კიდე აი ესე იგი სასოფლო სამეურნეო მიწა გადაკეთდა არასასოფლო სამეურნეო მიწად პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა 5.5 მილიონი კვადრატული მეტრი აი ამ დღეებში ეგერ გამოდის უკვე მხედველობაში მაქვს სასოფლო სამეურნეო მიწა რადგან სასოფლო სამეურნეო მიწის გაკიდვა არ შეიძლება სტატუსს უცვლიან მას ხდება არასასოფლო სამეურნეო და უკვე გაიყიდება ჩვენ იმაზე რთულ მდგომარეობაში ვართ ვიდრე გგონია აი ამიტომ მინდა რომ საშობაო ეპისტოლეში პატრიარქს ძალიან მძიმე შეფასება ქონდეს ამასთან დაკავშირებით გაკეთებული ან თქვათ იყოს საუბარი იმაზე რომ ისევ დაადასტუროს თავის პოზიცია რომ არც მეფეს არც პრეზიდენტს არც პატრიარქს არავის არ აქვს უფლება მიწა გაკეთოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია დღეს ყველაფერი იმიდან გამომდინარე რაც მე მოგიღებით და გითხარით რა ვნახე კიდევ ერთხელ მინდა სიტყვა გავთქვა რუსთაველის პროსპექტზე საქართველოს ნატამალი არ იყო სულიერები ესე იგი მხედველობაში ყოლ ადამიანების თვალსაზრისით აქა-იქ კანტიკუნდად თუ ვიყავით ქართველები და ღამის 2 საათზე კი პრაქტიკულად მთლიანად ოკუპირებული იყო ამ სიტყვას ვიყენებ ლიტერატურული გაგებით რუსთაველის პროსპექტი უცხოელების მიერ არ მგონია რომ ეს არის საქართველოს მომავალი არ მგონია ბევრი მათ შორის და როცა ვთქვი რომ გადავწყვიტე აქტიურ პოლიტიკაში დავბრუნდე ეს ერთ-ერთი მიზეზი ეგ არის და მე ამის თაობაზე ცალკე ვისაუბრებ კიდე მაგრამ დღევანდელი დღის წესრიგი ამით დავიწყე მოლოცვასთან ერთად ხვალ გელათში მივდივარ დიდ ტაძარში არ არის მაგრამ გელათში ვიქნები ხვალ საღამოს აი ამ სადაც შობის დღესასწაული ყოველთვის გელათთანაა ჩემთვის დაკავშირებული და ხვალაც გელათში ვიქნები ძალიან ბევრი რამეზე მინდა ვიფიქრო გელათი მაინც ძალიან გაძლიერებს და ვიფიქრო იმაზეც რომ როგორი ეროვნული შემოძახილი უნდა გაკეთდეს 8 თებერვალს გელათიდან რომ ყველა ადამიანთან მივიდეს და ყველა ადამიანი დააფიქროს ხელისუფლებაშია თუ ხელისუფლების გარეთ ოპოზიციაშია თუ ოპოზიციის გარეთ მე დღეს
რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე და უთხარი რომ ვიფიქროთ ყველამ ერთად და მოგმართავთ ყველას რომ ვიფიქროთ ყველამ ერთად რომ ეს იყოს ისეთი მიმართვა რომელიც მართლაც ძალიან ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს იმაზე რომ ეს კვარჩილში წმინდა ესე იგი მამა გიორგის საფლავზე აწერია ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელია. აი, ძნელია, რთულია, მაგრამ აუცილებელია. აი, დადგა ეს მომენტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამწევი ძალა შევქმნათ ამ სიტყვის კარგი გაგებით, გამწევი ძალა. აი, ამ დღეებში ერთმანეთთან შევცვლით მოსაზრებებს მეცნიერთა კონგრესის წევრები, გამწევი ძალა 25-30 კაცის შემადგენლობით, რომელთაც უნდა ვიტვირთოთ რომ ის პროექტი, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი პარლამენტის ბოლომდე მიყვანასთან, ის რაც პატრიარქმა ბრძანა, რომ უნდა შეიქმნა სახელმწიფო კაცების საკრებულო, ის რომ ბოლომდე მივიყვანოთ, ის რომ ეროვნული დიდი შემოძახილი მომზადდეს და კელათში რვათებარვალს მათაც კელათიდან დიდი შემოძახილი გაკეთდეს. მე მივმართე ძალიან ბევრ ვინმეს ქუთაისში და ვეუბნები, რომ ქუთაის ევალება ეს, ქუთაის შეუძლიეს და ქუთაისი გააკეთებს დარწმუნებული ვარ იმას, რომ გელათიდან ამ დღეს მართლაც დიდი შემოძახილი გაკეთდეს მთელი საქართველოსთვის და ეს უნდა იყოს არა ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლა, ან ერთმანეთის განზღვაგინება, არამედ უნდა იყოს დაფიქრება იმაზე, რომ რას ნიშნავს დღეს იყო ქართველი და რას ნიშნავს დღეს, სადაც არ უნდა იყო, სადაც არის ქართველი, იქ არის საქართველო. მამულიშვილი, მიუხედავად მისი ეროვნებისა, საქართველოში არის დაბადებული ის ოსია, აფხაზია, რამ ნიშნავს, რომელიმე ერის წარმომადგენელია, ჩვენი მამულთან, თანამემამულია ის ჩვენი, თანამემამულე და თანამემამულეების დიდი შემოძახილი უნდა გაკეთდეს მიუხედავად ეროვნებისა და როგორც იტყვიან, რელიგიური კუთვნილებისა. ეს ძალიან ძნელი გასაკეთებელია. უნდა გაგრძელდეს დღეს საუბრობდით იმის თაობაზე, რომ ილია ჭავჭავაძემ კითხვა მაშინ, რომ ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად, მაგრამ აი როგორც ჩანს იმდენად მოხდა ჩვენში განხეთქილება, რომ აი შეუძლებელი ხდება ეს და მე ვეთანხმები ძალიან ბევრმა თქვა, რომ ეს ამ პერიოდში პრაქტიკულად ასეთ შეერთებაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ დღეს როცა ვცვლიდით ისე დაფიქრებისთვის თქვენს გეუბნებით იმას, როცა ვცვლიდით მოსაზრებებს ერთმანეთში, ბევრმა თქვით, რომ როდესაც ფულით შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი, არც მანამდე აკლდა ფული პოლიტიკას, მაგრამ როდესაც შემოვიდა, ძალიან ბევრი უკვე დაძრწვის იმის შემდგომ, უფრო მეტი გავიდა გარეთ, ჯერ ვიდრე ივანიშვილი შემოვიდოდა პოლიტიკაში, სოროსის და ამათი ფული იყო და ესე იგი რეალურად ისინი ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოქმედებდნენ, მაგრამ მერე უკვე როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა და მან დაჩრდილა სხვა ფული, გახშირდა უკვე, გაძლიერდა გარედანაც ფულის შემოტანა, ანუ პრაქტიკულად საქართველოს პოლიტიკა იქცა ფულის უფლების პოლიტიკად. აღარაფერი საქართველოს პოლიტიკა, ეს არის ფულზე, ფულის დიქტატურაზე დამყარებული, ვისაც გარედან შემოაქვს და ამიტომ გავიყავით ჩვენ ერთი ნაწილი საქართველოს მოსახლეობის, ერთი ნაწილი ღვთისწყალობით 15%-ზე მეტი არ არის, რომელიც მხარს უჭერს დღეს, მე 15%-ს ყველა მეუბნება, რომ 10%-ზე ქვემოთა, 10%-ს პარლებშია, ვინც უჭერს მხარს ოცნებას და 10%-ს პარლებშია, ვინც უჭერს მხარს ოპოზიციას. აი ჯანსაღი ძალა არის ის 80%, აი რომელსაც რომლისგანაც შემოძახილი ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს და უნდა დააფიქროს ის 15%, რომელიც ოპოზიციური 15%, რომელიც ტერს ეძახის სახელისუფლებო 15%-ს და ის სახელისუფლებო 15%-იც უნდა დაფიქრდეს, რომელიც ტერს ეძახის მეორეს. ესე იგი, წარმოიდგინეთ, რომ 30%, ანუ 15 მეორე ერთმანეთს ტერს ეძახიან. გაარკვიე ახლა ისტორია ამბობს ამას, ვისაც მტრებს უწოდებდნენ, ზოგიერთი უკვე თაწმინდაზეა თავის დროზე. ამიტომ დრო ასამართლებს ყველაფერს, დრო გაასამართლებს ყველა ხელისუფლებას, ისევე როგორც დღემდე ამას აკეთებდა და გაასამართლებს ამ ხელისუფლებებსაც, ამ ოპოზიციასაც,
ამიტომ ჩვენი ამოცანა არის დღეს რომ როგორმე ეს მტრობა დავასრულოთ და ეს დაპირისპირება დასრულდეს ქვეყანაში. ძალიან კარგად გამოჩნდა რაც მოხდა ვენესუელაში. ვენესუელაში ყველა ლაპარაკობს იმაზე რომ უბედურებაა რომ აი ესე იგი ერთი სახელმწიფოს მეთაური მოიტაცეს იქედან თავის იმიდან ნუ ახლა ეს ცალკე საკითხია ის მართლა ძალიან ძიმეთ იქცეოდა და მე მიმაჩნია რომ გაერო დღეს კი არ უნდა მსჯელობდეს ამაზე აქამდე უნდა ემსჯელა და რაღაც გადაწყვეტილებები მიიღო რომ აქამდე არ მისულიყო საქმე მაგრამ ნუ როგორც ჩანს გაეროს როლის დაქვეით და ამით უფრო ტრამპის მოსვლის შემდგომ და რეალურად ყველაზე მძიმე იმის გაცნობიერებაა რომ როგორ გაყიდეს ესე იგი როდესაც დიქტატორის ბედი იყო იქ და ყველა ერთგულებას უმტკიცებდა მოკიდეს ხელი გაიყვანეს იმიდან და ყველა მის წინააღმდეგი გახდა ანუ რეალურად ის ოპერაცია იყო არა მარტო ის რომ სამხედრო ოპერაცია არამედ იყო პოლიტიკური ოპერაცია იმის თვალსაზრისით რომ აბსოლუტურად გაიყიდა მისი გარემოცვა თავიდან ბოლომდე და ხმამაღლა მინდა ვთქვა რომ ტრამპი ამბობს ესო არალეგიტიმური პრეზიდენტი იყო მაგრამ თუ ის არალეგიტიმური პრეზიდენტი იყო ვენესუელის მაშინ ვიცე-პრეზიდენტი არ არის არალეგიტიმური რომელიც უკვე პრეზიდენტი გახდა ანუ აქ ლაპარაკი არის იმაზე რომ დიქტატორი ყველას ზურს და დიქტატორის მიმართ ამიტომ საქართველოში ბევრი ვინმე უნდა დაფიქრდეს ამაზე ჩვენ ახლა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ იმიტომ რომ ეჭვიანი კაცი რომელიც აი ამ კიდევ უფრო დაიჭვებულია მე დარწმუნებული ვარ ის ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია ეხლა დღეს რეალურად ყველაფერი იმის შემდგომ მით უფრო ძალიან ბევრ ადგილზე უკვე საქართველოს სახელის გაჟღერდა რომ საქართველოს ბელორუსია რომ აქ არალეგიტიმური თავრობებია და ასე შემდგომ ჩვენ გვჭირდება რომ ერთმანეთი კი არ გავყიდოთ ან ერთმანეთი კი არ მოვიდოთ ან ერთმანეთს კი არ ვლანძღოთ არამედ დავფიქრდეთ ბევრ რამეზე და იმ 80%-ს რომელიც რეალურად დღეს საქართველოში არის ის ძალა რომელიც არც ოპოზიციას არ ეკუთვნის არც ოპოზიციას არ ეკუთვნის ეს არის დღეს ოქროს ფონდი ქვეყნის გადარჩენის ფონდი ამიტომ ის გამწევი ძალა რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ 20-25 კაცი შემდგომ საზოგადოებრივი პარლამენტი შემდგომ ის რასაც ქვია სახელმწიფო კაცების აგრებულო და ბევრი რამ ეს ყველაფერი სწორედ აი ამ გუნდმა უნდა მოიყვანოს მოქმედებაში ჩვენ ბევრი მნემეზე ვიფიქრეთ თხოვთ დარწმუნებული ვარ რომ გამოჩნდებიან მეგობრები რომლებიც გაიზიარებენ ამას და აქ თავარი არის ერთი რამ უღალატო უნდა იყო და 4 რამ რაზეც და 4-5 რამ რაზეც პრინციპში ვლაპარაკობ ჩვენ ეს არის ინტელექტი ენერგიულობა გამბედაობა გამოცდილება წესიერება აი ამ 5 რამეს უნდა აკმაყოფილებდეს ისა თითოეული ვინც ამ გუნდში იქნება რეკომენდირებული და ყველა უნდა საკუთარი თავის პასუხისგებლობაზე იფიქროს მე ამ გუნდში თუ ვიქნები სწორედ უმაღლესი პასუხისგებლობით და ვამბობ ხმამაღლა რომ სიცოცხლის ფასად უნდა დადგეს საქართველოსთვის ის რაც მე 31-ში ვნახე რუსთაველზე ამას ეშილდება ფილიგრანულად არის გასაკეთებელი პოლიტიკურად დიპლომატიურად რომ ვინმე კი არ ვლანძღოთ ვინმე კი არ დაუპირისპირდეთ და ომი კი არ გაუმართოთ არამედ პოლიტიკა მოუმართოთ სწორი ქვეყანაში არასწორი პოლიტიკაა მომართული და ფულით იყიდეს არაერთი და ორი პიროვნება მე პოლიტიკაში ვრუნდები იმიტომ რომ ძალიან ბევრი პიროვნება რომელთანაც თითიც სიცხლითაც დაძმობილება კი მაქვს რასაც ვაწერდით ხელს იმის საწინააღმდეგოს ლაპარაკობენ დღეს და უბრალოდ ფიქრობ იმას რომ ესე იგი მე დღეს თუ ისინი დადგნენ იქეთ მე ამის გამო უნდა გავჩუმდე ხა მე არ მაქვს არავითარი სურვილი და მაგრამ თუმცა ერთი რამ კი ვიფიქრე რომ ამ გამოუცდელებს პოლიტიკაში გამოცდილი კაცი ჭირდება და მე იძულებული ვარ ბევრი რამის გამო თუნდაც ჟიული შარტავა ამას ვერ მოითმენდა და მე სწორედ იქ გავიარე აი ძალიან დიდი როგორც იტყვიან გამოცდა და არ არის დღეს ის კაცი ცოცხალი არის მამუკა სტანიკაშვილი არ არის ძალიან ბევრი რომელიც მაშინ იყო და დღეს სიმდიდრეშია ჟიული შარტავა სამოწეული ადამიანები ჩვენ არავის არ ვებძვით უბრალოდ ვებძვით საქართველოსთვის და ვებძვით იმისთვის რომ ასე არ შეიძლება რომ შენდამი თუ არის პირველი პირი კარგად აი მაშინ ის ქვეყანას ვაქცევდეს ესე იგი კარგია
აი ეს ემართება საქართველოში ბევრს და ეს დაემართა საქართველოში ძალიან ბევრს და აი ეს მოხდა სწორედ ვენესუელაში. ვენესუელაში ყველაზე მეტად მე აი სწორედ ეს არის დამაფიქრებელი რამ, რომ წარმოიდგინეთ როგორი ზეიმი აქვს დღეს ვიცე-პრეზიდენტს. ვინ იყო ვიცე-პრეზიდენტი? როცა აირჩიეს დღეს გატაცებული პრეზიდენტი, იმან აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტად, ხო? და წარმოიდგინეთ რა მოხდა და როგორი სიტუაცია შეიქმნა. ამიტომ დიქტატორი არავის არ უყვარს. ეხლა ვინმე იტყვის, რომ ესენი გამყიდველები რა თქმა უნდა არიან, მაგრამ დიქტატორია უბედურება. დიქტატორი. იმიტომ რომ დიქტატორი მონად გაქცევს. და დიდარი მონების სახელმწიფო ჩამოყალიბდა საქართველოში. და ბევრგან არის ეგრე. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. აი ამის გამო მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ დღეს აი რაც ბევრ საკითხზე ვისაუბრე, დღეს მე აქ მოვედი ამ ფორმაშიც ამეთვალ, მაგრამ აი ჩვენი ღერბით ეს კავკასიის უნივერსიტეტის ფორმაა, რომელიც დიდი მადლობა მანდ რომ ახალი წლის დღეებში გამომიგზავნეს. მე სწორედ აი პირველ დღეს სწორედ ამ ფორმით ვზივარ თქვენ წინაშე და მოვედი 9 აპრილს დაღუპულთა სკვერიდან, რომელსაც ალექსანდროვის ბაღი ქვიოდა ადრე, პატრიხსონის ბაღია, დღეს მოვედი იქედან და ყველაგვარი წავიკითხე კიდევ ერთხელ ვინც იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეეწირენ იგივე ჟიული შარტაო ახსენეთ ზეგან, ესე იგი უამრავი ადამიანი, დიდი გადაწყვეტილება იყო, რომელიც მამუკა სტანიკაშვილმა მიიღო თავის დროზე და ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულია და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დიდი წინაპრების გაგზელება ვართ. დიდი მეფეების, დიდი დედოფლების, დიდი საეკლესიო მღვდელმთავრების, როგორც იტყვიან ჩვენში და წმინდანების და ესე იგი წამებულები, ჩვენ 100,000 წამებულის ქვეყანა ვართ ჩვენ. ეს არ არის უბრალო რამ და არ იქნება სიკეთე ქვეყანაში თუ ჩვენ ამას კარგად არ გავაცნობიერებთ, მით უფრო შობის დღეებია და ხვალ განსაკუთრებული დღეა და ამას პატივს მიაგებს არა მარტო მართლმადიდებლური სამყარო. უბრალოდ ძალიან ბევრი რამ არის დღეს საფიქრებელი. აქ მე მიწერია რომ ესე იგი დღევანდელი თემები როგორია, შევდივარ აქტიურ პოლიტიკაში, რატომ დღეს ქვეყნის მეორე საკითხია, ქვეყნის უბედურება იმაში კი არ არის, რომ არ შეუძლია ღარიბების გამოკვება, არამედ იმაში, რომ დიდრები ვერ გაძღენ, ძიმე სიტყვას ვიყენებ, მაგრამ ლიტერატურულ გაწმობას. შემდგომ კიდევ ერთხელ განმარტება იმისა, რას ნიშნავს დიდარი მონების მუზეუმი, ღია მუზეუმი და ვიფიქროთ დიდ ეროვნულ შემოძახილზე გელათიდან 8 თებერვალს დავითვლობას. აი ეს არის ვთქვათ ის საკითხები, რომელზეც ზოგიერთ შევეხე, მაგრამ კიდევ უფრო მეტად დავაკონკრეტებ და ვიტყვი იმას, რომ მე რამდენჯერმე მომიწევს გამეორება დღეს. როგორ მინდა, რომ ხვალ პატრიარქის ეპისტოლეში ქართულ მიწის დაცვასთან დაკავშირებით გამოკვეთილად იყოს. გამოკვეთილად ისე, რომ ვერავის ვერც სიტყვა და ვერც ხელი ვერ მოუბრუნდეს, რომ ქართულ მიწას შეეხოს. თუ ეს მოხდა, ხო დიდი ბედნიერება, თუ ეს არ მოხდა, განსაკუთრებული იქნება პასუხისმგებლობა მაშინ იმ 80%-ის, რომელიც არც ერთ მხარეს არ არის პოლიტიზებული და ქვეყანა უნდა. და ქვეყანა ჩვენი რა არის? მამული, ენა და სარწმუნოება. სხვანაირად ეს ვერ გავაკეთებთ ამას. ჩვენი მამული არ არის მარტო ვთქვათ, მამული ეს დიდი მცნებაა ძალიან, რასაც ილია ჭავჭავაძე დებდა, ეს ძალიან სერიოზულია და ამაზე დიდი დაფიქრება გვჭირდება ჩვენ. ამიტომ, როდესაც დღეს რეალურად ჩვენ ამ ეპისტოლეს მოლოდინში ვართ, არასდროს ყოველთვის ვიყავი მშვიდად და ვიცოდი, რომ ეპისტოლესთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს ცოტა აღელვებული ვარ, იმიტომ რომ პატრიარქი იმის გამო, რომ რეალურად მასთან შეხვედრებიდან შეზღუდულია და ამას ემატება ის რომ ცოტა შეუძლოდაც იყო, აი ამის გამო
გარემოცვა და იმუშავებს ალბათ ამ ეპისტოლეზე და გარემოცვა კი არ მინდა ვიფიქრო, რომ გარემოცვაში დღეს ხელისუფლებას უფრო ესე იგი როგორც იტყვიან ხელისუფლების მიმართ რაღაც ფეხქვეშ გაგებას უფრო გზნობ ბევრისგან და მე ამის მიზეზს ვხედავ იმაში, რომ ყველა ფიქრობს იმას, რომ პატრიარქის ცვლილება რომ მოხდება, ხელისუფლების სიტყვა იქნება მთავარი და ამიტომ ხელისუფლებასთან ვიყოთ კარგად. აი ძალიან გული მწყდება ბევრი ვინმეზე, ვინც ამ განწყობაშია დღეს რეალურად და ფიქრობს იმაზე, რომ ხელისუფლება არ გავანაწყენო, არ ვთქვა არაფერი მიწასთან დაკავშირებით. მე გაოცებული ვარ, რომ დღემდე საპატრიარქოს არ აქვს გაკეთებული სერიოზული განცხადება ქართული მიწების თაობაზე. არ აქვს დაცული პატრიარქის ის გამონათქვამი, რომელიც მაშინ პატრიარქმა ძალიან გამოკვეთილად თქვა, არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს არ აქვს უფლება გაკიდოს ქართული მიწა. და ჩვენ ძალიან მალე კიდე ერთხელ რუკასთან დგომით, აი როდესაც ეს გამწევი ძალა შეიკრება, კიდე ერთხელ ვაჩვენებთ იმას, რა მიწებია უკვე გაკიდული და ვიზია გაკიდული ეს. მე რა მინდა სხვისი რამე თქვა, საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე ჩიტი ვერ შეფრინდება. ტერიტორიაზე ვერ შეხვალ. ეს უნიკალური ბაღნარი იყო. მანქანას უაღარ ვაწარმოებთ იქ, ეს ამაზე აღარ არის ლაპარაკი. ხე-ტყე დავჭერით მთელი საქართველოს ტყეები და მისი გადამორებად დაჭრიან და მიაქვთ იქედან. მაშინ ეს უნიკალური ტერიტორია ბაღნარი პრაქტიკულად არის სოფლად იქცა, ჩინურ სოფლად იქცა. ჩინური სოფელი. და რამდენია საქართველოში. და კიდევ რამდენის აშენებას და ამას ამართლებენ ადამიანები. რა მიიღო საქართველოს ჩინური სოფლიდან ერთი გამარკვიეთ, ვინმე მითხრას ერთი ბიუჯეტში რა მივიღეთ. სამარცხვინოეს, გამდიდრდა რამდენიმე პიროვნება. გამდიდრდა სერიოზულად. იქ არის ესე განსაკუთრებული ზონა საგადასახადო. გადასახადს არ იხდიან პრაქტიკულად. ეს წინააღმდება ჩვენი იყო თავის დროზე, რომელიც შევთავაზეთ ჩვენ პრეზიდენტს მაშინ ძველ 2003 წლამდე 2001 წელი იყო თავრობის ხდომა ჩავატარეთ საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე, მაგრამ იქ ჩინური კი არ უნდა ყოფილიყო, იქ ქართული კომპანიები უნდა ყოფილიყვნენ. დღეს ჩინური კომპანიაა და ჩინური კომპანია წყვეტს იმას, რომ რომელი ქართული კომპანია მიიკედოს ან არ მიიკედოს. ჩვენ ამ ქვეყანაში გავხდით მეორე ხარისხოვანი. ისინი წყვეტენ იმას და თანაც ყველანაირი უფლება მივეცით, როგორც იტყვიან, ჯერ კიდევ კარგად არ არის ცნობილი ხალ მოსახლეობამ არ იცის, რას ნიშნავს ქუთაისის საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე განსაკუთრებული საგადასახადო სისტემა, მაღალ ტექნოლოგიური პარკი საგადასახადო სისტემით, ანუ პრაქტიკულად განთავისუფლებულია გადასახადებისაგან, ეს ეკუთვნის ჩინელებს და არაფერი სერიოზული იქ არ ხდება, საქართველოს ტყეებში მოჭრილი ხეებს, მორებს ჭრიან და მიაქვთ უცხოეთში. მორებად მიაქვთ. რაიმეს აქ რომ ავეჯის წარმოებას აკეთებდნენ, რაღაცას აკეთებდნენ, ეს სხვა რამე იქნება. 1000 რაღაცას დაგვიდნენ იმანკანის, ამანკანის გამოშვება, ლენტები გაჭრეს, ესენ ტყუილ ყველაფერი. არაფერი აბსოლუტურად რაც აწყობს მათ აკეთებენ იმას და არა იმას, რაც აწყობს საქართველოს, ამაზე არავინ არ ფიქრობს. რეალურად ჩვენ ამას ვითმენთ და ეგ არის ძალიან ცუდი. ამიტომ, როდესაც დგას დღეს საკითხი, რომ რატომ მივიღე მე გადაწყვეტილება და პოლიტიკაში ვიყავი და შეიძლება ბევრი იმას გაუპირდა კიდევაც ვიყავი, მაგრამ აქ ლაპარაკია აქტიურ პოლიტიკაზე. და ლაპარაკია იმაზე, რომ აი აგერ კიდევ ერთხელ მიდევს, აი ესენი რომ ვაჩვენო კიდევ ერთხელ თქვა, რომ აი როდესაც გაქვს უნიკალური პროგრამული წიგნი გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ. როდესაც გააკეთე მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში კონკრეტულ მაგალითს აჩვენე, როგორ შეიძლება ეს გააკეთდეს. როდესაც ახალი განზომილება რა შეცვალეთ რომ გადავრჩეთ, ძალიან სერიოზული იმით გამოვიდა. როდესაც უდიდესი პიროვნებების ხელმოწერით არის პროგრამული დოკუმენტი. ვინ არიან ესენი? მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, თანაც 15 წლის წინ მოაწერეს ხელი ამას, ესე იგი გივი თოიძე, არიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, ომარ ხეიძე, ანულ გეგეჭკორი, რომან ლურუა, რამაზ ყურაშვილი, ძალიან ბევრი ვინმე რომელიც შეუერთა შემდგომ ამას. ეს დოკუმენტი როცა გაქვს, ესე იგი ემიგრანტთა ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის პროგრამა, როგორ გავაერთიანოთ ვინც დავრჩით და როცა გაქვს ემიგრანტების დაბრუნების პროგრამა,
როდესაც გაქვს ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, როდესაც გაქვს 60-მდე პროგრამა როგორ შევცვალოთ საქართველოს და როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში, როდესაც გვაქვს უმთავრესი წიგნი, ანუ ინვენტარიზაცია ქვეყნის. აი ესენი ყველაფერი დავდეთ, ვიმუშავეთ. მე ვეუბნები ყველას, რომ ერთი დღე არ გავჩერებულ ვართ, შევქმენით და ყველაფერი პროგრამულად დავდეთ. ჩვენ ვეხვეწებოდით ხელისუფლებას, არაფერი არ გვინდა. ოღონ მოკიდეთ ხელი, განვიხილოთ, მოდით ერთი საკითხის განხილვა არ გააკეთეს, ერთის. და ვინც კი ხედავს ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას, ან ამ პროგრამებს, რომ ხედავს, ჯერ ამ წიგნს რომ გამოგიგზავნეს, მეცნიერთა კონგრესმა ეს წიგნი გაუგზავნა პრემიერ-მინისტრებს ყველას, ერთი ვინმეს ერთი მადლობა, რომ გაგიკეთებიათ ასე, ან იგი რომ თქვა, რომ არ ვარგა. არაფერი ესენი თვლიან, რომ ესენი არიან უფროსები ამ ქვეყანაში. ჩვენ არავინ არა ვართ, არც მეცნიერება, არავინ. დღეს მეცნიერი, რომელიც ამ ხელისუფლებას პერფე შეგება, ის არც მეცნიერია და არც საქართველოს მოქალაქე არ არის. მე ამას ხმამაღლა ვამბობ. და ბევრი ვინმეს გულისხმობ ამ იმაში კიდე. რა მონებად ვეკეცით ხელისუფლებას? მეცნიერება არის ბუნებრივი ოპოზიცია. და ხმამაღლა ვამბობ. თუ მეცნიერები იმას ურჩევთ ხელისუფლებას, რასაც აკეთებს, მაშინ ჩვენ მეცნიერება არ ყოლია. და თუ მეცნიერები ურჩევთ და ხელისუფლება არ აკეთებს, მაშინ რა გვინდა ასეთ ხელისუფლება? აქ წყალგამყოფი არ არსებობს. ნაცვლად იმისა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ასე გამოკვეთილად და მათ საუბრობენ და მხარი დაუჭიროთ და ვთქვათ, რომ გამოვიდეს და ჩვენ მეცნიერების მოსაზრებებს უსმენენ, არ უსმენენ. არავინ ხმამაღლა მიმართეთ და თქვით, გამოთქვით მოსაზრებები, ესე იგი არაბული სოფლების და ქართული მიწებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად ვინმესგან განცხადება მოისმინეთ, რომელიმე რექტორისგან, ყველა რექტორს მიმართეთ, ყველა შემოქმედებით კავშირს მიმართეთ. და რაღაც ამის ისა სამწუხაროა, როდესაც ჯაბა იოსელიანის 100 წლისთავის იუბილეს აღნიშნავს მწერალთა ისინი. კი, მისმა ახლობლებმა შეიძლება აღნიშნონ და მხედრიონმა, მაგრამ მხედრიონი ხო არ არის მწერალთა კავშირი. ან ხო არ არის, ვთქვათ, ისეთ ვინმეებს აჯილდოებენ და რაღაც ამით, რომლებიც სულ სახელისუფლებო იმას, ესეთი რამე, მე მახსოვს ვინ იყვნენ მწერალთა კავშირის ხელმძღვანელები და მუხრან მაჭავარიანს ვინ მიაკადრებდა მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო. ზანზარებდა ქვეყანა მწერალთა კავშირის შეფრილობა როგორი იყო და ესენი ოღონდ პატარა გრანტი მიეცი, ფული გადაუგდა და მონებად იქცევიან. ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა. არ არის ნორმალური მდგომარეობა. და ასე ვკარგავ ჩვენ ამ ქვეყანას. ვისაც ხელისუფლებამ ფული გადაუგდო, ვისაც ხელისუფლებამ აი იმას უგზავნი და ვინმემ გამოაქვეყნა, ვინმემ თქვა ხმამაღლა, რომ გამოვაქვეყნეთ ისი 1200 კაცი. 1200 კაცი უშიშროების მინისტრის პაკეტს იღებდა. ფული იდოში. 5000, 10000, 15000, 20000. ვის ეგზავნებოდა ესენი? არ უნდა იცოდეს ეს ხალხმა. ვინმემ თქვა, რომ ვთქვათ ეს გამოქვეყნდეს, მე არ ვიცი, მე არ მომისმენია. მე მინდა რომ ყველანი დავდგეთ, აი ეს 20 კაცი, ეს 20-25 კაცი გამწევძალას ვეძახით. ყველგან უნდა მივიდეს მეცნიერებათა აკადემიებში, უნდა მივიდეს უნივერსიტეტებში და ყველგან უნდა მივიდეთ და უნდა უთხრათ, გამოთქვით მოსაზრებები საქართველოში პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. მიწა იქნება ეს თუ ვთქვათ სხვა საკითხები, რომლითაც ღელავს დღეს საზოგადოება და ან თუნდაც სოციალური მდგომარეობა როგორია. მე უამრავი ადამიანი ვნახე დღეს ჩემი ახლობლების გარემოცვაში რო არიან, რომლებმაც თქვეს, რომ არც ჩუქი მქონდა, არც გაზი მქონდა და არც საჭმელი მქონდა სახშიო, ასე შეხვდნენ ახალ წელს, რომელსაც 21 საუკუნეში. მე ძალიან ბევრი ვინმეს უთხარი, ვინც მე მეუბნება, რომ აი თქვენ დროს რა იყო. 100,000 კაცი ქუთაისში ერთ დღეს უმუშევარი გახდა ხალხო. და გიგნახეთ ეს ვისაც გაქვთ 100,000 კაცი. უმუშევარი, რომელსაც უფრო დიდი ხელფასი ჰქონდათ, ვიდრე თავრობის წევრებს ჰქონდათ და პრეზიდენტებს და ცეკას პირველ მდივნებს ჰქონდათ, იმაზე მეტი ხელფასი ჰქონდათ. 100,000 კაცი ერთ დღეს საბჭოთა კავშირი დაიშალა ამ პერიოდსა და რებ თქვენ და იმ პერიოდის იმაზე, როცა ყველაფერი სისტემა მოიშალა, ერთიანი საპენსიო სისტემა განადგურდა, ერთიანი სარკინიგზოისა განადგურდა, ერთიანი ენერგოსისტემა განადგურდა, საავტომობილო ელექტრომექანიკური სატრაქტორო ყველაფერი გაჩერდა, ერთ დღეს 100,000 კაცი უმუშევარი. რა გადაიტანა ხალხმა? ამ პერიოდს ადარებ და იმაზე ლაპარაკობთ, მაშინ რაღაც არ იყო. როგორ შეიძლება ეგეთი რამ? ეს ნიშნავს, რომ არ ვაზროვნებთ უკვე. და თუ არ ვაზროვნებთ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ ცხოვრობთ. დღეს რეალურად ხელფასი იღებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელფასი იღებს
ქალაქის მერიაში დასაქმებულები ხელფასი იღებენ იმდენს, რამდენიც მთელი ქალაქის ბიუჯეტი იყო. ეს ხელფასი რომ იყო საქართველოში გამომუშავებული, კიდევ კარგი, მაგრამ ეს არის სესხები აღებული და იმ სესხების რაღაც საქმეში ჩადებით მე ამონაგები მიღებული. რატომ ვერ შეგდება საწარმოები და ბაღებს და სკვერებს და გზებს ვაკეთებთ? იმიტომ რომ ფულის მოგება შეიძლება ეს ერთი და მეორეული იმას აფინანსებენ. არავის არ უნდა საქართველოს დასაქმებული ხალხით. ყველას უნდა რომ ქართველები გარეთ გავიდნენ. ამ ამერიკაში უკვე მუშახელის პრობლემაა. და ჩვენ თუ ასე გავაგზავნებთ და ეს იმით წავიდა საქართველოს დაიცლება. მუშები აღარ აყავთ უკვე საწარმოებში. რამე რო გააკეთონ აღარ აყავთ მუშები. და ევროპაში ანალოგიური მდგომარეობაა. და ჩვენ გავხდებით სწორედ ესე იგი აი აქამდე მსახურები ვიყავით სახში და ეხლა საწარმოებში მუშები ვიქნებით. და ვიმუშავებთ ზოგი ამერიკაში, ზოგი სხვაგან. თუ ქვეყანაში არ შევცვალეთ სიტუაცია და ქვეყანაში ჩვენ დაკავებული ვართ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლით და იმით რომ ლანძღოთ ერთმანეთი, ვაგინოთ ერთმანეთს, რისხვით ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. რა დროს ეგ არის? 21 საუკუნეა. ხელოვნური ინტელექტი საუკუნეა. აი ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ეს პროგრამები დავდეთ, ამ პროგრამებს პატრონი ჭირდება. აი ამიტომ ჩვენ ეს ვინც ვიქნებით ეს 20-25 კაცი ვიტყვით რომ არ აინტერესებს ეს პროგრამები ხელისუფლებას, ჩვენ გავალთ ხალხში, ჩვენ მივიტანთ ამას, ჩვენ დავეთათფირებით ხალხს და ჩვენ ვეტყვით ხალხს რომ რისი გაკეთება შეიძლება და ვიმეორებ 6 თვეში საქართველოში შესაძლებელია იმ პროგრამებით რომელიც მეცნიერთა კონგრესში არსებობს, საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 95% მოტივირებული გახდეს და 2 წლის განმავლობაში უცხოეთში წასული მოსახლეობის მინიმუმ 50% დაბრუნდეს უკან და ხელფასი, რომელიც იქნება იყოს ღირსეული და 3000 ლართან იყოს იგი დაკავშირებული. თუ თქვენ ამბობთ რომ ეს არარეალურია, ხო არაფერს არ ითხოვს 2 წელზეა ლაპარაკი. ჩვენ იმას ვარ ვამბობთ რომ ჩვენი ვიქნებით და ის ვინც ხალხმა დაასახელა და იმ საზოგადოებრივ პარლამენტით და ამიტომ 2 წელი მიეცით საშუალება და ნახავთ როგორ შეიცვლება ქვეყანა. აი ამაზეა ლაპარაკი. ამას ჭირდება უკვე. კიდევ ერთხელ ეხლა ბევრი დაიწყებს იმას რომ ბატონო თემურ ზოგი იტყვისო, დიდი მადლობა რომ გადაწყვეტილება ასეთი მიიღეს, ზოგი ქილიქს დაიწყებს, ზოგი რაც გინდათ ის ილაპარაკეთ. პრაქტიკულად ამ ქვეყანას ჭირდება ამ ქვეყანას ჭირდება ხელისუფლება, რომელიც იქნება სავსე ინტელექტით, ენერგიით, გაბედულებით, ესე იგი გამოცდილებით და წესიერებით. რა ვნახეთ აგერ, ხედავთ რომ მილიონები სახლებში აქვთ და თორეს რომელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას პარტია იწყებს, რომელი წლის თავზე, 15 წლის თავზე 14 თუ 15 წლის თავზე იწყებს იმას, ეხლა გაიგეს რომ ვიღაც კორუმპირებული ყოფილა. ხალხმა იცოდა აქამდე და თქვენ არ იცოდით რომ ესენი ვინ იყვნენ? და ვინც გაუშვით კორუმპირებულების გამო, ისინი იმაზე უფრო დიდი კორუმპირებულები დატოვეთ. შიგ. მაგრამ ისინი თქვენი მონები არიან და ამის გამო. კი ვინმე იტყვის ეხლა ახალი წელი აღარ არის უკვე იმის დრო რომ ერთმანეთს რაღაცა და იცი რომ ეხლა ახალი წელია და დაველოდოთ ეხლა ძველით ახალი წელს როდის ვიზეიმებთ, დაველოდოთ ეხლა იმას, მოდით ეხლა კიდე ზეიმები იქნება, მერე კიდე ნათლისღება, მერე ისინი და მერე დავიწყოთ. არა, წუთის გაცდენა აღარ შეიძლება უკვე. წუთის გაცდენა. ჩვენ ძალიან სერიოზულ რეორგანიზაციას ვახდენთ ყველა სფეროში, სადაც ერთმანეთთან მეცნიერთა კონგრესს მიუწვდება ხელი. ტელევიზიასთან დაკავშირებით ქართული ერთობის დარბაზშია თუ თქვათ გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ ფონდში და ყველგან მოხდება სერიოზული ესე იგი რეორგანიზაცია იმ თვალსაზრისით რომ ჩვენ როგორმე შევძლოთ ხალხის და მეცნიერების შეერთება და ხალხის და მეცნიერების შეერთება მეცნიერულ პროგრამებში. ამის გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს. და აი ამიტომ არის საკითხი რომ დადგა და ამისთვის გამოცდილებაცაა საჭირო, წესიერებაცაა საჭირო, ინტელექტიცაა, გამბედაობას და ენერგიაცაა საჭირო. ხალხი დაინახავს ამას. წინასწარ ნუ გავაკეთებთ, ნურც მე და ნურც ხვები, ნუ გავაკეთებთ. ნახავთ, თავარია რომ ეს 20-25 კაცი, რომელსაც თქვათ შეუძლია ამის გაკეთება,
დადგეს, რომ მივიყვანოთ საზოგადოებრივი პარლამენტის იდეა ბოლომდე, იმიტომ რომ ბევრი ვინმესთან იმუშავეს და რატომ ვაგვიანებთ რომ შეკრებას, იმიტომ რომ ბევრი ამბობს, რომ იცი რა, ხელისუფლება მუთხა არ შეხვიდეთ, არ მიხვიდეთ, ნაცვლად იმისა, რომ პირიქით იყოს და ხელისუფლება ცდილობდეს, რომ ეს არა, ამის გაკეთება არ უნდა. საქართველოს დაინგრა მაშინ, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა რა შვა უნდა გავკრიფოთო. რას ნიშნავდა ვის შვაზე იყო ლაპარაკი? ესე იგი, შვას აქვს ორი ისა მხარე ხო? ერთი და მეორე და იმათ შვა. ვინ იყო? ნაცმოძრაობასა და ოცნებას შორის ვინც არის უნდა გავკრიფოთო. მე ხო არ მithქვამს ეს. მან თქვა ხო ეს? მან გააკეთა ხომ ეს? იმ შვაში იყვნენ სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ და შეუძლიათ საქმის გაკეთება. გაკრიფეს. და შემდგომ მე კიდე ესე იგი იმათთან კოჰაბიტაციაში შევიდნენ ერთმანეთთან ჯერ ფერხქვეშ გაეგენ ევროპასთან და ჩვენ ვეუბნებოდით რომ არ არის ეგ ნუეგებით ფერხქვეშ, არა ფერხქვეშ გაეგენ გაუგზავნეს 3 წლის წინ მოთხოვნა ევროკავშირში მიგვიყეთო რომ წაიკითხო ეზერი მონებად ვიქეცით, მონებად. არავინ არ ითხოვს იმას რომ გამოიტანეთ ერთი მოგმართავთ ყველას, აი თუნდაც ვისთანაც სიცხლით მეგონეთ, წაიკითხეთ ერთი რა გაუგზავნეს და რა გააგზავნა უცნებამ, რომ ევროკავშირი სამდე მართალია ჩვენთან. ყველაფერზე უთხრეს, ოღონდ მიგვიღეთ ყველაფერზე მზადავართო. მე როცა უთხრესო, კი, ყველაფერი კარგია, მაგრამ 10 წელი ხო იყავით, ეხლა თქვენ იფიქრეთ იმაზე, რომ წახვიდოთ და როგორ უნდა წავიდოთ. კორუფცია აქვს, ისეთი ამაც აწავლენ ესენი. თქვენ წარმოგიდგენიათ ეხლა ეს რაც ეხლა გამოვლინდა, ეს რომ ხელისუფლება შეცვლილიყო და იმ ხელისუფლებას გამოევლინა ეს ფაქტები. ეს კიდე რა არის ამათ გამოავლინეს? კატასტროფული კორუფცია ამ ქვეყანაში. კატასტროფული. და აქ მეორე პუნქტი რო არის, რომ ამ ქვეყნის უბედურება ის კი არ არის, რომ ღარიბების გამოკვება არ შეიძლება. ამ ქვეყნის უბედურება ის არის, რომ დიდრები ვერ გაძღენ. და ყველაფერი მოინდომეს. მთელი ბიზნესი მათ ხელშია. საქართველოს ქონების 90%-ზე მეტი არის დაახლოებით 200 კაცის ხელში. საქართველოში ეს ვინმე შეუძლიათ რომ გაიფიქროთ ამაზე? საქართველოს მთელი სიმდიდრის 90%-ზე მეტი რაც კი გაგვაჩნია ჩვენ 200 კაცის ხელშია სულ. ვინ გააკეთა ეს? აქ არის გამოვიტანე ხვალ ალბათ გადაცემა მექნება და ბევრი ვინმეს უკვირს რომ ჩემს გვერდზე ინგაგრიგ დიდი მადლობა ესეთი სტუდია არსებობს პიკასო ქუთაისში და მან მოძებნა ეს დაწვეს ტელევიზია ქართული ეს ტელევიზია რიონი როდესაც მე წამოვედი იქედან იმიტომ რომ ყველაფერი იქ იყო ჩემი გამოსვლები და ყველაფერი დაწვეს ხოლო პირველი არხი არ იძლევა არაფერს აი ახლა ვიღაცა მოიპოვა ეგ და ნახეთ ეხლა თქვენ თუ მეტყვით ვინმე რომ 2000 წელშია ჩაწერილი ეს ინტერვიუ და 2000 წელში მე ვლაპარაკობ იმაზე რომ საქართველოში ხდება კრიმინალიზაცია რომ მთელი ბიზნესი კრიმინალიზებულია გუბერნატორი ვლაპარაკობ ამას და ვლაპარაკობ იმას რომ ხელისუფლება შეერწყა ქურდებს 2000 წელში აგერ არის ინტერვიუ დევს გვერდზე დღეს ვინ გაბედავს ბიძინა ივანიშვილს თუნდაც ვინმე ბიძინა ივანიშვილს თანამდებობა არ აქვს და ვინ გაუბედავს ასე ხომ არ აჯობებდა ამის თქმასაც ვერ გაუბედავს ნახეთ რა არის ბევრი ვინმეს აქამდე რომ ვლაპარაკობდი ვერ იჯერებდნენ და ამბობდნენ რომ კი მაგრამ ამასო თქვენო გუბერნატორი იყავითო მაინც დანიშნული და რა მნიშვნელობა დანიშნული მოხსნიან იყავი კაცი ნახეთ და მოისმინეთ ეს კიდე რა არის მე მივმართე იმას რომ სააკაშვილთან ინტერვიუ რომ აქვს რომ გამექცა იმიდან ჯერ არ მოდიოდა და მე რომ გაიქცა გადაცემიდან ინგა გრიგოლიასთან გამოსვლები პარლამენტში ჩემი არ დევს იქ და ნახონ ერთი რას რა ახლა მეუბნებიან თურმე რას ბედავდიო კი არ ბედავდი მე თავი გადავდე და გადავდე იმიტომ რომ საქართველოს ჭირდებოდა ეს მაგრამ როგორც წერდა იმით შესავალში ვინც თავი გადადო და ვინც ხალხთან დადგა ხალხმა თავის მსხვერპლად აქცია მაგრამ ვინც ხალხი მოატყუა იგი აირჩია 1 მილიონი სამუშაო ადგილი მოქალაქეთა კავშირმა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით გამოიტანეს და 1 მილიონი სამუშაო ადგილი 1 მილიონი უმუშევარი გახადეს ქვეყანაში
საქართველოს სიღარიბის გარეშე ეს მოქალაქეთა კავშირის ორი ისინი სად არის მერე? საქართველოს კორუფციის გარეშე მოვიდა მიხეილ სააკაშვილი ამით კორუმპირებული გახდა. საქართველოს ქურდების გარეშე ქურდები მართავდნენ და მართავენ ქვეყანას დღეს. ამ დოზით როგორც დღეს არიან ისინი ჩარეული პოლიტიკაში და უმაღლესი ეშელონების და ქურდების ნაცვლები და ახლობლები რო პარლამენტში არიან, მსგავსი რამ საქართველოში არ ყოფილა. მე გავშიფრავ ხვალ ბევრ რამეს გადაცემაში, როცა ლაპარაკობ მაშინ და ინგა გრიგოლია ან უარყოს და ან დაადასტუროს იმ ეშინია რომ იმიწვიოს იქ. იმიტომ არავის არ აწყობს, არც ოპოზიციას აწყობს ის საუბარი ჩემი და არც არავის. დღეს ვინც იმ უბედურ პერიოდს გაუძლო და წესიერება შეინარჩუნა, ძურს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. არადა საქართველოში ამ ხალხის მიმართ უნდა იყოს განსაკუთრებული განწყობა და ასეთი ერთი და ორი კი არა უამრავია, მაგრამ ყველა პრაქტიკულად დაჩაგრულია. ყველას ფეხი დაადგეს, არავის ეს ხალხი არ აინტერესებს და პირველ რიგში ხალხმა გაწირა. ვინც ხალხისთვის თავი გადადო, ხალხმა გაწირა ის. მაგრამ ხალხი ვინც მოატყუა, ხალხმა აირჩია თავის ხელმძღვანელად, თავზე დაისვა. და ვის ვაბრალებთ რომ მდგომარეობაში რო ვართ? დღეს კარგად დავიხსოვოთ. მდიდარი მონების ქვეყანაში ვცხოვრობთ. ხარ ბიძინა ამანიშვილის მონა. გამდიდრდები. თვითონ ბიძინა ამანიშვილის სხვა ძალის მონაა გარეთ. ეს არის მონების ქვეყანა, საქართველო. ნაცვლად იმისა, რომ თავისუფალი ადამიანების ქვეყანა იყოს. ქონდა წესრიგი მადუროს და აქვს ჩრდილოეთ კორეას ეგრე ისა აქვს მშვიდობა აქვს თავის ქვეყანაში. ერთ დღეს დაირღვა, დაინგრა ყველაფერი ხუხულასავით. რატომ? იმიტომ რომ ის არის ძალაზე და დიქტატურაზე. თავისუფალი ადამიანების ქვეყანაა ძლიერი ქვეყანა. და საქართველოში გონია რომ მშვიდობაა მთავარი. მშვიდობას მაშინ აქვს ძალა როცა ადამიანია თავისუფალი. დიქტატურის ქვეყანაში მშვიდობა ვერ იქნება. და დიქტატურის ქვეყანაში ადამიანი თავისუფალი ვერ იქნება. ჩვენ აი ამ დიდარი მონების და ამას რომ როგორც გითხარით რომ ვერ გაძღენ, რაებს აკეთებენ. და დღე და ღამ ფიქრი აქვთ იმაზე რომ ნახეთ როგორ ცხოვრობენ. რა ფული აქვს, რა სიტუაცია აქვს. რაიონებში ნახავთ. ალბათ არის აქა-იქ წესიერი გამგებელის მოადგილე, მაგრამ ხო ყველაფერი რაიონში ისინი არიან რა, ნუ ფეხქვეშ ყავთ გაგებული მთელი მოსახლეობა და ვინ უყურებს ინტელიგენციას, ვინ უყურებს წერას და ესენი გაჩუმებულები არიან და პრაქტიკულად გაზეთი არ გამოდის და ტელევიზია არ მუშაობს არსად. 21 თუ 22 ტელევიზია მუშაობდა იმერეთში. და 4 იყო მარტო ქუთაისში. და იმდენი გაზეთი გამოდიოდა თვლა არ ქონდა. ყველაფერი დახურულია. რატომ? იმიტომ რომ არავინ აკრიტიკდეს არაფერი და ფულს უხდიან იმაში რომ გაზეთი რო გამოცენ. იმაში კი არ აძლევენ ფულს. ბევრი იმეს ფულს აძლევენ იმაში რომ გაზეთი არ გამოწეს. და არაფერი არ დაიწეროს. ბევრმა ვერ გაიგო, როცა ჩვენ ვთქვით რომ დიდარი მონების ღია მუზეუმი. არაფერი ნუ აი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ ეს ხალხმა. ჩვენ ყველა რაიონში შევეცდებით რომ სადაც გამოჩნდებიან ძლიერი პიროვნებები, ყველა რაიონში 4-5 კაცს, მდიდარ კაცს, იქ არავით არის გამგებელი არ არსებობს, არავით არის გამგეობა არ არსებობს, არავით არის საგრებულო არ არსებობს. არის 4-5 მდიდარი, იმათ მიერაა შექმნილი ისაგრებულო, იმათ მიერაა დასული გამგებელი. და ისინი გაფავენ რაიონებში უჭირავთ ხელში ყველაფერი. და ამას ვეძახით ჩვენ იმას რადგინდა ასეთი გამგებელი რო იყო და რადგინდა ასეთ საგრებულოში რო იყო. ნათესავები და მეგობრები. და მე თვითონ ფურს აკეთებენ. ძალიან კარგად ვიცი ეს 7-8 კაცი ვინც არის ქუთაისში
ძალიან კარგად ვიცი, აგერ აჭარაში გვეუბნებიან, მაგრამ არ უნდა გამოგჩეს ვინმე რო არ იფიქრონ, რომ აი ეს კაცი რატო არ დაასახელეთ, ამიტომ ყველას მიმართავთ, რომ ყველამ ვიფიქროთ, ყველგან ჩავალთ, ყველგან ვისაც გეშინიათ, ჩვენ გითხარით და არ გვეშინია ამის. მე ძალიან კარგად ხედავ ამას, რომ მე როდესაც ლაპარაკობდი იმაზე ერთი ზესტაფონში ერთი კაცი იყო, მარტო ერთი, სამადაშვილი. ის იყო გამგებელის, მოსამართლეების, პროკურორის და ყველაფერი ის იყო. დაუპირისპირდა და ვინც მოვიდა ჩვენთან და გვითხრეს ასე მდგომარეობა უიყიდეს ისინი, გაჩუმდნენ დაიკარგენ მერე. მე ბევრი ვნახე ადამიანი, რომელიც ჩვენთან მოვიდა და ნუ რაღაც ჩვენ ხმამაღლა პირველ ვავდახეთ, მერე უკვე გაიყიდნენ და დამთავრდა. პული იშოვეს და რაღაცა მიიღეს თანამდებობები და ამ შემდგომ. მე ძალიან კარგად ვიცი ჭიათურ მანგანუმის ყოფილი ხელმძღვანელების და სხვების, ვინც ძალიან რომლებაც კარგად იციან, ვინც როგორ გამდიდრდა ჭიათურაში. კაცი დირექტორი იყო, დირექტორი არ არის და იმაზე მეტ ხელფასი იღებს, ვიდრე დირექტორი იყო მაშინ. ვიდრე ჩუმად იყოს, არაფერი არ ლაპარაკობს და თუ ხმას ამოიღებს, გაუყოლებენ გზას ციხის. დიდარი მონა, აბა რა გსქვია. და 300,000 დოლარი რო ჭირდება და უპროცენტე სოცხი ჭიათურას. ამ დირექტორმა, იმ ყოფილმა დირექტორმა კარგად იცის. ეს არ მიცა ბიძინავანიშვილმა. ხალხი ტუნელში იყო ჩასული. და აღდგომის წინა პერიოდში. ვნახე რა ესენი ვინც არიან და მე ნუ განვჟით. მე ვიცი ესენი ვინ არიან და რატო აკეთებენ ამას და რატო აშენებდნენ ამ ტაძრებს და ყველაფერს, იმიტომ რომ ქვეყანას თავზე დაჯდომოდნენ. ესენი ან უნდა როგორც იტყვიან, ან შეცვლიან ამ თავის დამოკიდებულებას, ან აი ესე იგი სიცოცხლის ფასად უნდა დავდგეთ, რომ ამათი პარპაში არ უნდა იყოს ქვეყანაში. ამიტომ მივდივარ პოლიტიკაში. ვრუნდები აქტიურ პოლიტიკაში. ამიტომ. და ძალიან სერიოზული მოქმედებები დაიწყება. უბრალოდ ჩვენ პრობლემები რაც გვაქვს, მე ძალიან კარგად ვიცი ამის ისა, მაგრამ რეალურად გადავლახავთ ალბათ ამას ყველაფერს ჩვენ და გადავლახავთ პირველ რიგში იმით, რომ ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანები იქნებიან და ჩვენ კიდევ ერთხელ არავის არ ვებრძვით. ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის. არ შეიძლება რომ საქართველოს ვიღაცამ ჯიბეში ჩაიდოს. არ შეიძლება რომ ვიღაცამ მეცნიერება და ინტელიგენცია გააჩუმოს, იმიტომ რომ 100 და 200 ლარი თუ 1000 ლარი რომ იცეს. არ შეიძლება ეგ. ამაზე დიდ ცოდვა რა უნდა იყოს. ჩვენ ამ მუზეუმს გავაკეთებთ, ეს იქნება ალბათ ამ წელში, ეს ადვილი გასაკეთებელი არ არის, ერთი ასეთი მუზეუმი მე გავაკეთე, მე მორალურად მართალი უნდა ვიყო, თუ ეს გავაკეთე მიხეილ სააკაშვილის დროს და რუსთაველის პროსპექტ მეტროსთან რო გავხსენით 40-მდე ბანერი და იყო გამოტანილი იქ მინისტრების და სხვების სახლები და ყველაფერი სურათები და ასე შემდგომ, ნონა გაფრინდაშვილმა გახსნა მაშინ ეს. ჩვენ ქალბატონ ნონას მოვიწვევთ, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინევანიშვილისადმი ძალიან კეთილად განწყობილია ვინგიშვილით, კი ბატონო, მაგრამ მიდით და უთხარით ქალბატონ ნონა, რომ ხალხი გაჭირებისგან სულს ღაფავს და ინტელიგენცია იმიტომ ხართ, რომ ხალხი დაიცვათ და არა ხელისუფლება. და ვისაც დიდი სპორტსმენი ხარ, ვინც თქვათ საზოგადოებაში როგორც მეცნიერი, როგორც ინტელიგენტი, როგორც წერალი, რაღაც აღიარებული ხარ, დაუდექით რა ხალხს გვერდით, ნუ გაწირეთ ხალხი. ნუ გაწირეთ ხალხი. ბიძინა ივანიშვილის კაპიკებისთვის ნუ გაწირეთ ხალხი. ეს ეროვნული შემოძახილი, როგორც თქვით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა იყოს, ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა იყოს, ნუ მე დარწმუნებულია, რომ ბევრ ამას თქვენს გვიკარნახებთ. დღეს ძალიან ბევრი ვინმესთან ვითათბირეთ, გავაგზავნებთ ამას, 8 თებერვლამდე დროა, 9-ში ჩვენ გარკვეული ჯგუფი შევიკრიბებით, მე ყოველდღიური რაღაც გარკვეული კონსულტაციები ერთმანეთში გვექნება. ჩვენ ტელევიზიასთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას მეცნიერთა კონგრესი, რომ ტელევიზიასთან დაახლოებით 4 საათი იყოს თებერვლის თვიდან უკვე ყოველდღიურად ჩვენი დრო. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოვიდეს თავის მოსაზრება გამოთქვას და აქ ოპოზიცია პოზიციაზე თავარია არის ხელისუფლების ხარდამჭერი იყოს, გამოვიდეს და ილაპარაკოს. კი ბატონო. ვინ უშლის?
გამოდის აგერ პიროვნება ქართულ ტირიზე ისეთი რომ თვალებს ხუჭავ ხანდახარ ასაკეთებს ბიზინავანიშვილზე რამე რო უთხრა ცუდი შეიძლება გაგლახოს პროფესორია დოქტორია მერცხა ხელი მომმართოს იმას ეს პოზიცია აქვს და კონდეს ხალხია მთავარი ხალხი როგორ აფასებს ამას თორე ეხლა მაგი იმაზე არ არის არც უნდა გადააჭარბო ამ იმაში როგორ ზოგიერთი ლანძღება და ერთუჯრედიანები ამება მე არ ვაკადრებ არავის ამას და არ ტერს არ უწოდებ არავის რომ მეუბნებიან რომ კი მაგრამ მტერი არ უწოდოთ იმას ტერს ეძახდნენ მაშინ მიხეილ ჯავახიშვილს უწოდეს მტერი და წერდნენ გაზეთებში მტერიაო და მიხეილ ჯავახიშვილი მტერი იყო ტიციან დაბიძე მტერი იყო პაულო იეშვილი მტერი იყო მტერი ეს არის ხელისუფლების მოგონილი დრო არის განმსჯელი ხელისუფლებები იჭერენ და ასამართლებენ დრო ამ ხელისუფლებებს ასამართლებს გაასამართლა ყველა ხელისუფლება და გაასამართლებს კიდევ მომავალში ჩვენ აღვადგენთ აი ეს გამწევი ჯგუფი რომ არის ჩვენ უნდა შევდოთ რომ აღდგეს თავისუფალი აზრის სახლიც და აი ეს სახალხო სასამართლოც უნდა აღდგეს ბევრი რამ არის ბევრი რამ რომელიც ჩვენ სისტემურად უდგებით საკითხს და არა ისე რომ გამოვიდეთ და ვინმე ვლანძღოთ და ვაგინოთ მე ვამბობ რომ ყველა საჭიროა ამ ქვეყანაში მაგრამ ფული უნდა პოლიტიკაში წერტილ დასმული იქნეს და იმ დოზით იყოს როგორც ეს ნორმალურ ქვეყანაში შეიძლება იყოს შეიძლება რომ ფული იყოს მთავარი წარმმართველი ქართულ პოლიტიკაში ხალხო ფული შეიძლება ფულმა ინტელექტი წესიერება ყველაფერი გვერდზე გადაწიოს გამოცდილება ინტელექტი გამბედა ყველაფერი გვერდზე გადაწიოს და ფული გახდეს მთავარი ეს ხო არის ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს ამ ეპოქის ფული უნდა იყოს განათლებაში ფული უნდა იყოს კულტურაში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ბიზნესში, სოფლის მეურნეობაში, სოფელში. არცად ფული არ არის ეს ლაპარაკობ. ფული არის პოლიტიკაში. და რა ხელფასები აქვს ტელევიზიის დიქტორებს? რა ფულს ხარჯავენ ტელევიზიები? და პარტიის ლიდერებს რა ხელფასები აქვს თვითონ? იმიტომ ვერ იღებენ სხვაზე იმას რა ნაკლები ხელფასი გონია და აქვს ზოგიერთ 10 და 15,000 ლარი აქვს ხელფასი. საიდან და ხოლმე დამთავრდეს ამ ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსება კიდე დღეს რომ რომელიმე მეწარმე და პარტიას გადაურიცხავს ფულს მას საქართველოს აღარ უყვარს ამ პარტიებმა გაანადგურეს ეს ქვეყანა გაანადგურეს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და როგორ შეიძლება რომ ამ პარტიების მიმართ იყოს თქვა კეთილი განწყობა. მე ამ შემთხვევაში მეც როგორც პარტიის ლიდერი მეც ვლაპარაკობ. დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ პარტია თეთრებს ფული ჩაურიცხა და ფული მივეციო. არ არსებობს ასეთი ადამიანი. და არ გავყიდულად ჩვენ, როდესაც პარტიები მაშინ გაიცნენ და გადაალახიათ ბიძინავანიშვილმა 1%-იანი ბარიერი და ყველა მიიღო 200,000 ლარს იღებდნენ წლის განმავლობაში. და დაირიგეს ეს ფული და გამდიდნენ და მაგრამ რა არის ეს გარყვნეს პოლიტიკა გაირყნა საქართველოში გონება დაკარგული ხო იყო გარყვნილია კიდე ფული გახდა პოლიტიკაში მთავარი არავით არის ინტელექტი არ არის ლაპარაკი არავით არის ენერგიაზე გამბედაობაზე გამოცდილებაზე წესიერებაზე ფული აი ეს 20 კაცი რომელიც გამწევ ძალას ვეძახით ჩვენ ყველა მიმართულებით გამწევი უნდა იყოს და დიდი ისინი უნდა მოიყვანოს მოქმედებაში. მე დარწმუნებული ვარ ამ გუნდ სერიოზული მხარდაჭერა ექნება. სხვა ყველაფერი ბატონებო ჩვენ Facebook-ზე ვდებთ, მე რაც დავპირდი რომ ჩემთან დაკავშირებული ყველაფერი ვასრულებ ეს დღეებია სხვა რამეზე ვიყავი ამ პროგრამებზე ვარ გადართული დავასრულებ იმასაც რომ შეგიძლიათ ჩემთან დაკავშირებული ყველაფერი რადგან ვთქვი რომ ისევ ბრუნდები ხალხმა უნდა იცოდეს რომ მე როდის აპოზიცია მეჭირა და ანალოგიური უნდა გააკეთოს ყველამ იმ ხელწერილს რომელზეც ვლაპარაკობ ხელისუფლებაში რომ მოდიხარ ხელწერილი უნდა დაწერო რომ რისი მფლობელი ხარ მერითაც მოვედი ქალაქის მერად იმაზე ნაკლები წავედი გუბერნატორობიდან და ესენი მოდიან კალუშებით და მიდიან სასახლეებით უცხოეთში და საქართველოში ვის ხარჯზე ხა არ მონა იქნები მდიდარი ეს რა პოლიტიკაა
ეს რა ქვეყანაა ეს? ესაა ბიძინა ავანიშვილის იდეოლოგია. გაშოვნინე ფულს, ოღონდ იყავით ჩემი მონა. როცა მინდა დაგიჭერ. როცა მინდა გაგათავისუფლებ. სათამაშო კუკლაა ხელში ყველა ესენი დღეს დაწყებული ყველა პრემიერი პრეზიდენტი ვინც იყო სათამაშო კუკლებია. ერთი კაცის ხელში მე მწვენია იმ ადამიანების რომლებაც საკუთარი თავის სათამაშო კუკლების როლში გადაიყვანეს. რითაც დავიწყე იმით, როგორ მინდა ხვალ, როგორ საშობაო ეპისტოლეში, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში, ბევრი ხაზგასმა იყოს, ქართული ცნობიერების დაცვის, ეროვნული ღირსების დაცვის, ქართული მიწის დაცვის, მამულის, ენის და სარწმუნოების დაცვის, ხაზგასმები იყოს გაკეთებული. ასეთი მძიმე პერიოდი ქვეყანას არ ქონია და მძიმე იცით რა არის, რომ ერთი კაცის ფულმა დააბნელა საქართველო და დაუბნელა ადამიანებს თვალე. აშაფშავილა გამოკვეთილად მინდა გავიხსენო დღეს. თვალე ბახილებული ხალხია ქვეყნის მომავლისთვის მთავარი, თვალე ბახილებული ხალხი. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ თქვენ, რომ აი ჯერ ერთი ეს არ ეხებოდა გამოკითხვა ჩაატარეს ქუთაისში ერთ-ერთმა ტელევიზიამ საუკეთესო მერი. ეს ეხება დღევანდელ მერებს, მე რაშვაში ვიყავი. მაგრამ თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ესე იგი მე 30 წლის წინ წავედი ქალაქის მერობიდან და 30 წლის მერე ნახეთ თქვენ, რომ დღევანდელი მერებს შორის სამტრედიამ გაიმარჯვა და ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ რომ დათვალო ყველაფერი. ესე იგი აი მე, რომელიც 30 წლის წინ წავედი, დიდი მადლობა ვინც არ გაიხსენა. დღეს ამას იცით როგორი ფასი აქვს. მოქმედ მერს როცა უჭერენ მხარს, იმის უკან მე ვნახე, ან თქვა ძალიან ბევრ პიროვნებას ხო ვიცნობ, ვნახე, კლიანტ არ გადამიხედავს, ვაპირებ ბევრ დღეს გადავხედო ამ მასალებს ყველაფერს ვინ რა და ხო ვიცი არა ერთი ორი პიროვნება შევთა, აი ხომეროსის ხარხარი ამიტყდა. აი თავის რაიონის მერს უჭერს მხარს, როდესაც მე წელს მიგზავნის წინა დღეს რომ შენ უნდა იყო ქვეყნის პრეზიდენტი. და მე მზად ვარ რომ აი სასწაული რამეები, მაგრამ რომ ძულს თავისი რაიონის ხელმძღვანელი, მაგრამ იქნებ ფიქრობს, რომ აი იქნებ რაღაც აი ამისისა და ეს ნახე ხონში, ნახე სამტრედიაში, ნახე სხვაგანაც ხო ვიცნობ ახლა იმერეთში ადამიანებს რა როგორ არის და ნუ აი ამის მიხედვით ძალიან მძიმე რამ გულწრფელი არის ის ხალხი, რომ მე დღეს თანამდებობა არ მაქვს და თავის დარტყმის ქვეშაც აყენებს ხო თავის თავს. მე მახსენებს და ამბობს, რომ თქვათ იმის მერი არ ყოლი, კარგია ეს თუ მერი არ ყოლია იმის მერე და ამ გუბერნატორი. ხელისუფლების შეფასება, თქვენი ხელისუფლების შეფასება ნაცმოძრაობის და ოცნების გაკეთდა უკვე ხო? ესე პრაქტიკულად როდესაც ამდენი ადამიანი, ერთი და ორი ხო არ არის. ამდენი ადამიანი ამას ესე იგი გულწრფელად რო არ ეშინია, თანამდებობა არ მაქვს დღეს და ეს არ იქნება ესე იგი კამელეონები არ არიან და გარკვეულწილად დარტყმის ქვეშ აყენებენ თავს და ჩემზე წერენ, ეს ხო გაბედულება, ეს ხო სიცხფელია ამაში, ხო ეს ხო ის არ არის რომ მოქმედ მერს რო დაუჭირო მხარი. ამ ხალხს დიდი მადლობა ყველას. ძალიან დიდი მადლობა. მე ყველას ვეუბნები რომ ჩემგან ღალატი არ იქნება. და მე გარწმუნებ თქვენ რომ ჩვენ აი ეს თავარი ეს ოცეული შეიკრას, როგორმე ჩვენ აი ძველით ახალ წლამდე, ნუ აი ყოველ შემთხვევაში ნათლისღებამდე რაღაც შევკრათ ეს 20-25 კაცი, რომელიც გამწევი ძალა იქნება, რომელმაც ძალაში ის კი არ იქნება, რომ აი ჩვენ ვართ და მეტი არავინ. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ მთელი ეს პროგრამული რაც გვაქვს ჩვენ მოქმედებაში რომ მოიყვანოთ და ერთმანეთში ვცვლიდეთ ინფორმაციას და რაღაც მოქმედებდეთ. აი ამაზეა ლაპარაკი, აი ამ გუნდზეა ლაპარაკი. არის ხალხი, ძალიან საინტერესო ხალხი, უაღრესად საინტერესო ხალხი. და აი პატივია რომ იყო ასეციაში და მე თუ იქნები, მე ამას იმათ გავუპასუხებ, რომ ჩემგან ღალატი არ იქნება. და დავდგები ისე როგორც ჭირდება დღეს ქვეყანას, დღეს საქართველოს ჭირდება
არ ნახული დგომა გვერდით. აი ბეჭით დგომა ჭირდება, სულით, გულით, ცნობიერებით, ყველაფრით. იმიტომ რომ ასეთი მძიმე მდგომარეობა, როდესაც ხედავ, როგორი გაჭირვებაა ირგვლივ, როგორ უჭირს ხალხს, რა სიტუაციაა. ახალი წლისთვის არაფერი არ აქვს სახში. გამოკითხვა რომ ჩავატარეთ და 5 სულიან და 7 სულიან ოჯახებში რო ითქვა რომ 200 ლარით თუ შევხვდებით ახალ წელს 200 ლარით და კიდე პროდუქტებით, ნუ წარმოიდგინეთ თქვენ. და არის ვიღაცა რომელიც იმით იტრაბახებს რომ ერთი სათამაშოში გადაიხადა 200 ლარი და ერთმა პიროვნება მითხრა რომ ერთი სათამაშო ვიყიდე 200 ლარი მივეციო და დატოვინო. ესე იგი რა გემო აქვს ან იმ ნაძვის ხეს ან ვინ ხარ და ეს ხო ხარ უკვე კიდე ერთხელ ვიმეორებ გაუმაძღარი კაცი ხარ მეტი ვინ ხარ. მე მას მივეცი პასუხი და უთხარი რომ აქამდე ვიკავებდი თავს მაგრამ არსად არ შემხვდე მეთქი სადაც არ უნდა შემხვდე ყველგან ძიმე მდგომარეობას ჩაგაყენებ და ხელი ჩამორთმევა დამთავრდა ბოლო ხელი ჩამორთმევა დღეს იყო მეთქი ჩვენი. შეიძლება რომ ამ გაჭირებულ ქვეყანაში იმით ტრაბახობდე რომ 200 ლარი ნაძვის ხეს ერთ სათამაშოში მივეცი. ან იმით ტრაბახობდე კი რომ მეტროში არ უმჯდარვარ და ავტობუსში არ უმჯდარვარ, ნუ ეს იყოს ამის ისა და ისინი ხო გეუბნებით ჩარჩული გახდა ეს აზროვნება. ასეთი აზროვნების ადამიანები შეიძლება იყვნენ ხელისუფლებაში. ასეთი აზროვნების ადამიანი შეიძლება იყოს დეპუტატი. ეს ხომ საქართველოში ხდება ყველაფერი. ეს ხო ამას ხო ერთი კაცის გემოვნებით აწყობილი პარლამენტი და ხელისუფლება ქვია. რომელ ქვეყანაში ყოფილა კარგი ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით შექმნილი პარლამენტი და დეპუტატები დანიშნულია დეპუტატიც, მერის, გამგებელიც, ყველა დანიშნულია და დანიშნულია ბიზნესმენიც. ფხაკაძეები ბიზნესმენები არიან? ჩარტიშვილი ბიზნესმენია? უამრავი ადამიანი შემიძლია კიდე ესენი ბიზნესმენები არიან? ესენი არიან დანიშნული ბიზნესმენები. უთხრეს რომ აი თქვენ აგერ იშოვეთ ფული და იყავით მონები. ყველას მონები რო იყვნენ, ყველას, არავისთან რო არ იყო, გასაგებია ხომ? ყველასთან რომ იყვნენ და ყველას ფერფეშ რო ეგებოდნენ. და ამათ ქვიათ ბიზნესმენები და ასეთი ბიზნესმენები უყვარს ოცნებას და ასეთი ბიზნესმენები უყვარს ივანიშვილს. აი იმიტომ აკარგად საქმე ქვეყანაში. ერთი და ორი რო იყოს ასეთი ბიზნესმენი, კიდე არაფერი. ასეთებით ასავსე საქართველოში კოჭებში რო ეთყობა რომ ბიზნესმენი ამას გასაკანს არ აძლევენ. და ესენი არიან დანიშნული ბიზნესმენები. დანიშნული ბიზნესმენი იყო ხაზარაძეც და ყველა ვინც სამუთვალე ისინის და ძალიან ბევრი ვინმე. თუნდაც კოკა-კოლას პრეზიდენტი დანიშნული ბიზნესმენი იყო. მილიონები აჩუქეს, აშოვნინეს. აბა ერთი გამოქვეყნდეს ვინ აიღო ისინი კუპონების სესხი ვინ აიღო და ვინ იყიდა დოლარები მაშინვე და გამოქვეყნდეს ესია მიხვდებით იმას რომ ან კიდე ვინ იყიდა ნულოვან აუქციონზე ვის შეიძინა ეს კონებები. ესენი არიან ხალხის გაყვლებით გამდიდრებული ადამიანები. თავის ნიჭით გონებით გამდიდრებული საქართველოში არ არსებობს. საქართველოში ვინც იშოვა ფული. ხო ვინც რუსეთში იშოვა ფული და საქართველოს პოლიტიკაშია, ეს ყველა საშიში ხალხია. იმიტომ რომ რუსეთში ხელისუფლების გარეშე ვერ მდიდრდები და ქართველი ქურდების გარეშე ვერ მდიდრდები. და ხარ დატვირთული აქ ორი უმძიმესი ძალით. რუსეთის ხელისუფლების ნება უნდა აღასრულო და ქურდების კონტროლი უნდა კონდეს. ესენი გააკეთებენ რამეს? ყველაფერი ამისგანაა განთავისუფლება საჭირო. ამიტომ მივდივარ, ამიტომ ბრუნდები აქტიურ პოლიტიკაში. ვის როგორც გინდათ ისე შეაფასეთ. ვინც მოიწონებს დიდი მადლობა, ვინც იქილიკებს თქვენს დიდი მადლობა, ვინც რამეს იტყვის დიდი მადლობა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემგან ღალატი არ იქნება და თქვენ ნახავთ რომ როგორი პროგრამებით მოვალთ, როგორი სიმწვავით მოვალთ, როგორი ხალხისადმი მხარდაჭერით და ეს იქნება გუნდი, რომელიც ვიმეორებ, ჩვენ ეს გამწევი გუნდი, ეს იქნება ხალხის ინტერესების გამომხატველი გუნდი. აქამდე რო ასე უცხოვრიათ, თანამდებობები რო ქონიათ არ გამდიდრებულად და რომ მათთვის სიმდიდრე არის საქართველოს თავისუფლება და თავისუფალი ადამიანი და ისო ხალხი ცხოვრობდეს კარგად. ჩემი სიმდიდრე ეს არის რომ საკუთარი თავით დავდივარ.
ვინც საკუთარი თავით დადის, ის არის მდიდარი. თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ ეხსენებიო თქვა რუსთაველმა. რა თავი შენ ბიძინე ავანიშვილის იმით დავალებებით რო გადიხარ და პარტიის დავალებებით რისი თავისუფლება გაქვს? არავით არის ესეთი თავისუფლება არ ჭირდება ამ ქვეყანას. ამ ქვეყანას ჭირდება სწორედ თავისუფალი ადამიანების ერთობა. ფულს მაშინ აქვს ძალა, როდესაც იგი ჭკვიანი ადამიანის ხელშია და ფული თავისუფლებას უნდა გაძლევდეს და ფული აქ მონათქდეს. აი ფულს შეცვლილი აქვს ფუნქცია საქართველოში. ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ფული თავისუფლებას ნიშნავს, საქართველოში მონობას. იმიტომ რომ ფულს ვერ შეუძლებ თუ ხელისუფლებამ არ გაშოვნინა. რა ხელისუფლებაა ის, რომელიც ფულის იშოვა თუ არ იშოვა, ამაში რო ერევა. და შენი ნიჭი და განათლება არაფერ შუაში არ არის. ჩვენ სხვა ქვეყანა გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი ქვეყანა. რეალური, ნიჭზე დამყარებული. მეცნიერების ერაში უნდა ვიცხოვროთ და არა პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქაში. ჩვენ გვჭირდება ინტელექტუალური რევოლუცია. აი გამწევი ძალა იქნება ის, რომელიც სწორედ ინტელექტუალური რევოლუციის გზით იქნება მომართული. მაგრად ვიყოთ, კარგად ვიყოთ, ხვალშობაა გილოცავთ. ვილოცოთ იმისთვის, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ეპისტოლე ეს იყო რეალური მდგომარეობის ასახვა და იყოს ის წერტილები მონიშნული, რომელიც ადამიანებს არათუ მალამუდ მოედება, არამედ ენერგიას მიცემს მოქმედებისთვის. ჩვენ ან იქ ჩაწერილი ძალიან ძლიერი პუნქტები მოგცემს ენერგიას, ან თუ ამისგან თავისუფალი იქნება ეპისტოლე, მაშინ მით უფრო ჩვენ უნდა შევქმნათ სწორედ ის ენერგია, რომელიც პატრიარქის ასაკის და მისი იმის გამო დააკლეს და ვერ ჩაწერეს, ვერ გაბედეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ცალ-ცალკე ყველანი ფიქრობენ, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები გახდნენ და ამიტომ ხელისუფლებას რომ ეგებიან ფერქვეში. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ყველაფერი, თავისუფალი ეკლესია. თავისუფალი ეკლესია. ეს არის თავისუფალი ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეკლესიის ცხოვრებაში ხელისუფლება არ ერეოდეს. და ეკლესია ხელისუფლებას არ ემონებოდეს. მაგრად ვიყოთ. გილოცავთ შობას ახალ წელს. მრავალს დაესწრათ.